ანუ რა გჭირს მაცადე? ვცდილობ რომ ისტორიის სწორ მხარეს ვიდგე, ხო? Is this too bright? გამარჯობა. Long time no see, as they say. დიდი ხანი არ მინახი ხარ თქო. ისტორიის სწორ მხარეს დგომა არის ფრაზა, რომელიც ხან მაცინებს და ხან თვალს ამიკანკალებს ხოლმე ასე. ესე მოიცა? გავაკეთე? Anyways, ისტორიის სწორ მხარეს დგომა საერთოდ ამერიკული ტერმინია, ისევე როგორც ამერიკული ტერმინი არის ACAB, all cops are bastards, რაც ქართველები წერენ ხოლმე ხანსად. თარგმანით ნიშნავს ყველა პოლიციელი ნაძირალა და ამერიკული ტერმინების ტრენდიდანაა ასევე არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ამერიკული ტრენდთაგანია. ეს ცოტა ძველია შედარებით, მაგრამ მაინც ამერიკულია. არაფერი ორიგინალი ჩვენ არ გაგვაჩნია დღეს სამწუხაროდ. მაგრამ მოდი რაზეც ლაპარაკი მინდოდა თავდაპირველად იმას დაუბრუნდეთ, ანუ ისტორიის სწორ მხარეს დგომას. წარმოუდგენელი, ანუ ეგეთ რამე არ არსებობს. ისტორიის სწორ მხარეს დგომა იცოდე ისტორიის დაწერამდე. ანუ აქვე რო იცოდე რომ სწორ მხარეს დგახარ. ვაიმე, no. პირველად საქართველოში ამ ფრაზამ ყური მომჭრა პანდემიის დროს რო ჩამოვედი კანადიდან და რომ ესმოდა მთელი Facebook-ი და რავი, ქართული ონლაინ სივრცე რო გაკიოდა რომ დადექი ისტორიის სწორ მხარეს და აიცერი ჩემთვის. როცა ანუ აც რა გადადებას არ ახერხებდა და ანუ ყოველად ალოგიკური იყო, მაგრამ საზოგადოება როცა შოკში არის იქ ლოგიკა გადაგდებულია ფანჯრიდან. ამიტომ ვინც ისტორიის სწორ მხარეს არიდგა, იყო მკვლელი და ანტივაქსერი. ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რამდენად მარტივად შეგეძლო იმისი სიგნალი, რომ შენ ისტორიის სწორ მხარეს დგახარ. უბრალოდ Facebook frame-ი უნდა დაგეყენებინა, მე შენთვის ავიცერი და всё, ანუ არც არავინ გეკითხებოდა მართლა აიცერი თუ არა, არც არავინ არ გეკითხებოდა რეალურად რას აკეთებდი იმისთვის, რომ სხვებისთვის გეზრუნა და ასე შემდეგ. ნამდვილი ღირებულებები ყველანაირ ძალას კარგავდა და პირდაპირ ნაგავში მიდიოდა და მთავარი იყო, რომ აი სიგნალი მიგეცა იმითი Facebook frame-ით, რომ შენ სხვებისთვის აი შენ ხარ გმირი და შენ სწორ მხარეს დგახარ. შემდეგი ისტორიის სწორ მხარეს დგომა იყო უკრაინა-რუსეთს შორის ომის სწორ მხარეს დგომა. როგორც ქართველები მართლა ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება რომ თუმცა ესეთებიც იყვნენ, მაგრამ როგორ შეიძლება რომ უკრაინის მხარეს არ იყო იმ მხრივ რომ გესმის მისი როგორც ქართველს რომელსაც ასევე გიკლავდნენ ხალხს რუსები, ხო? ანუ აგერ ჯარი ყავთ მოყენებული და მთელი ამბები. ან რა თქმა უნდა რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა უთანაგრძნობდა უკრაინელებს და სხვანაირად არ შეიძლება. მაგრამ შენ თუ ისტორიის სწორ მხარეს გინდოდა დგომა, again, Facebook frame-ი უნდა დაგეყენებინა, ის მე შენთვის ავიცერი უნდა გადაგეყენებინა და დაგეყენებინა ახლა უკრაინის დროშა და დიდება უკრაინას გეთქვა. ან თუ უფრო სწორ მხარეს გინდოდა რომ დგარიყავი, შენი სახლის წინ კედელი შეგეღება უკრაინის დროშის ფერებში, ან შენი ოფისის წინ დროშა გადმოგეკიდა უკრაინის თუ კიდე უფრო სწორ მხარეს გინდოდა დგომა კიდე ამ კედელზე საქართველოს დროშას თუ მიახატავდი უკრაინის დროშასთან ერთად, უკრაინის დროშა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო ვიდრე საქართველოს დროშა და ნეტა ვაჭარბებდე ამ რაღაცებს, რასაც თითქოს ერთი შეხედვით ხუმრობით ვამბობ. რეალური ემპათია და რეალური თანაგრძნობა აქაც ეგრევე ნაგავში გადაგდებული, ვინ რას ვისთვის აკეთებს, არავის არ აინტერესებს, მთავარია რას ყვირი ხარ, მთავარია Facebook-ზე რას წერ და მთავარია რა ფრეიმი გიყენი, ანუ ესეთი shallow, ესეთი რა ქვია მაგას, ესეთი ზედაპირული თანაგრძნობა ჯერ არასდროს ყოფილა ისტორიაში მგონი, რომ ესე ზედაპირულად, ესე ფარისევლურად შეგეძლოს რა ქვია, თანაგრძნობის გამოხატვა ვინმეს. ეს ფრეიმები რაღაცნაირად იმას გავს, აი გადარჩენა რო უნდოდათ საბჭოთა კავშირის დროს და სტალინის სურათს რო ატარებდნენ თან, ან სახში რო ყველგას ეკიდა სტალინის სურათი, უყვარდათ არ უყვარდათ, ანუ უბრალოდ რომ უნდა ქონოდათ გადასარჩენად, იმპერია რო უყვარდათ და სტალინი რო უყვარდათ, ეს რო უნდა გამოიხადათ, ფრეიმები მაგას მახსენებს. ანუ თუ არ ვწდები, მესამე ისტორიის სწორ მხარეს დგომა დაიწყო, მთავრობის წინააღმდეგ აქციები რო დაიწყო, ეს რუსული კანონი თუ რაღაც რო შემოაგდეს შარშან თუ როცა იყო და რო დაიწყო აქციები,
მას მერე დაიწყო მესამე ისტორიის სწორმხარეს დგომა და აქ უკვე უკრაინის დროშები იცვლება ევროკავშირის და საქართველოს დროშებით, ანუ ძირითადად ევროკავშირის დროშებით და ფრეიმებით და მივდივართ ევროპაში და ასე შემდეგ. და ვინც ამას რადიკალურად ზუსტად იმ სიტყვით არ ამბობდა, რა სიტყვებითაც იყო მოდაში ამ აქციების დროს, რა თქმა უნდა, შენ ისტორიის სწორმხარეს ვერ იდექი და იყავი რუსი. დღემდე გეძლება ეგ სხვათა შორის, როდესაც ისტორიის სწორმხარეს დგომაზე საუბრობენ ხოლმე, სულ მახსენდება უკიდურესი ვარიანტები ისტორიის სწორმხარეს რო ეგონა ხალხს თავი და საშინელებები რო აკეთეს. რა თქმა უნდა, ეხლა რაც ჩამოთვალე, იქ ისეთი დონის საშინელებები არ არის და ანუ არ ჩამითვალოთ იმ შედარებად, რომ ეხლა ან აქციაზე მდგომებს ვადარებ ამათ, ან კორონას დროს ვინც ამუნათებდა ხალხს და მკვლელებს ეძახდნენ, არ ვადარებ, თუმცა საჭირო მომენტში ყველა ვართ მაგის ჩამდენი რა, ანუ არც ერთი ადამიანი არ არის ანგელოზი და ყველას შეიძლება დაიმართოს თუ თავი არ აკონტროლა და არ იკვლია. ყველა შეიძლება გახდეს იმ ბრბოს ნაწილი, რომელიც რაღაც საშინელებებს ჩაატარებს. მოკლედ ჩამოთვლე ხა ისტორიის სწორმხარეს ვის ეგონა თავი. ადამიანები ზოგადად ყველა ფიქრობთ ხოლმე, რომ ჩვენ ვიდგებოდით ისტორიის სწორმხარეს უეჭველი, იმიტომ რომ ჩვენ კაი ადამიანები ვართ. მაგრამ ზუსტად ეგრე ისტორიის სწორმხარეს ეგონა თავი გერმანიაში ნაცისტებს, თუ ფაშისტებს, თუ როგორც გვინდა მოვიხსენიოთ, რა ვიცი, interchangeably ვიხსენებთ ხოლმე ამ სიტყვებს. ამიტომაც კლავდნენ ხალხს თვალმოუხუჭავად, სხვანაირად მაგას არ იზავდნენ. ისტორიის სწორმხარეს ეგონა თავი კომუნისტებსაც, უდანაშაულო ხალხის გაციმბირებისას სხვანაირად მსგავს რამეს არ იზავდნენ. ზოგადად ადამიანებს გვჩვევია ეგრეთ წოდებული მორალური რისხვის სისასტიკე. ანუ თუ დავიჯერეთ რომ რაღაცა ან ვიღაცა ამორალურია, შეგვიძლია უკიდეგანო რისხვით მიუდგეთ და გავანადგუროთ ის ვიღაც ან რაღაც, იმიტომ რომ მორალურად გავამართლეთ ეს ჩვენ თავში, ანუ გონია რომ ჩვენ სწორმხარეს ვართ, ანუ უეჭველი მართლები ვართ და რაღაცა ცუდს ვამარცხებთ. ნაცისტურ გერმანიაში სანამ ებრაელების ბანაკებში, საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნას დაიწყებდნენ და იქ წამებას და მოკლას და ასე შემდეგ, რაღაცა პერიოდი ვრცელდებოდა სპეციალური ვიდეოები, რომლებიც იყო გაკეთებული ებრაელების დეჰუმანიზაციისთვის. ანუ პიარი იყო რა, ანტიპიარი უпростоრად იყო, ისეთი რომ ესენი ადამიანებიც კი არ არის, ანუ იმდენად ცუდი ადამიანები არიან, რომ ადამიანებიც კი არ არიან. ვიდეოები გადიოდა გერმანიაში სანამ დაიწყებოდა მათი დევნა. ანუ ნებისმიერი მიზანი ჯერ უნდა იქნეს, ან თუ ადამიანების ჯგუფი არის ეს ან ადამიანი, უნდა იქნეს ჯერ დეჰუმანიზებული, ანუ ადამიანობა უნდა გამოაცალო და შემდეგ უკვე შეიძლება რომ მიმართოს სხვა ადამიანები მათ წინააღმდეგ. მაგიტომ სულ ვიმეორებთ ხოლმე რომ გინდა ეს LGBT მოძრაობა იყოს, რომელსაც ძალიანაც ვებრძვი და ვებრძოდი, გინდა ნებისმიერი სხვა საკუთარი თავი ყოველთვის უნდა შეაჩერო, რომ შემთხვევით იმაში არ გადახვიდე, რომ სისასტიკეებზე ალაპარაკდე არათუ გააკეთო. მე მძულს ეგ იდეოლოგია, მაგრამ არ მძულს ადამიანი. და ანუ ეს არის ქრისტიანული მიდგომა, ანუ არ შეიძლება გძულდეს ადამიანი. კონკრეტული ჯგუფების დეჰუმანიზაცია დღევანდელ საქართველოში ხდება ძალიან ჩვეულებრივად, ამის ნაკლებობა ნამდვილად არ გვაქვს, იმიტომ რომ გვყავს მხარეები, რომლების ინტერესებიც არის ადამიანების მართვა და არა ვინმეს მართლა კარგად ყოფნა. მაგალითად, ქოცი ადამიანი არაა. LGBT იდეოლოგიის გამვრცელებელი ადამიანი არაა. ნაცი ადამიანი არაა. რუსი ადამიანი არაა. ინჯეოშნიკი ადამიანი არაა და ასე შემდეგ. მხარეს არ აქვს მნიშვნელობა დეჰუმანიზაციას ახდენს ყველა, ვისაც კი უნდა ადამიანების მიმართვა ამ კონკრეტული ჯგუფების წინააღმდეგ და არა იდეის წინააღმდეგ. მოკლედ, ჩვენ მხარე აირჩიე, თორე დეჰუმანიზაცია პრობლემა არაა, ყველა აკეთებს ამას სამწუხაროდ. და ვინც ამას აკეთებს, უნდა ვიცოდეთ, რომ მათ მთლად ადამიანების კარგად ყოფნა არ აქვთ მიზნად. მართვა აქვთ მიზნად. თქვენი რა მხარესაც არ უნდა იყოთ, თქვენი სიბრაზის მართვა აქვთ მიზნად. მაგიტო გაბრაზებენ. ხელისუფლებაც მაგიტო გაბრაზებთ. და მაგიტო ახდენს დეჰუმანიზაციას ენჯეუშნიკის სიტყვაზე და არა ის რო სიტყვაზე, აი მისი იდეა არ მოგეწონოს, არა, აი დეჰუმანიზაციას გულს ხომებს, რომ აი საერთოდ ეგ რაღაცები, ესე რომ მიმართავ ადამიანზე, რომ იტყვი, რომ ეგ რაღაცები, აი
ქალი კი არა ეგ რაღაც, კაცი კი არა ეგ რაღაც. ეგ არის დეჰუმანიზაციის მაგალითი ერთ-ერთი. და ამას აკეთებს ყველა. ამიტომ თუ თავს არ დავუკვირდით, ყველა ვართ მაგას გამკეთებელი რეალურად. ყველა ადამიანში დევს ეგ რაღაც ბოროტება. მოკლედ, იმისთვის რომ ადამიანს სადიზმი გაუღვიძო და უკიდეგანო ბოროტება ჩაადერინო, მხოლოდ პატარა ბიძგი უნდა იმისთვის, რომ დააჯერო, რომ ის მორალურად გამართლებულია ის ბოროტება. იმიტომ რომ მორალური სადიზმის ჩადენა ყველა მორალურ ადამიანს შეუძლია, თითქმის. სხვათა შორის ქრისტეს მკვლელები და მწამებლებიც მორალური სადიზმით იყვნენ დაკავებული იმ დროს ზუსტად. იმიტომ რომ მათი მორალით სიკვდილს იმსახურებდა. და როდესაც ამაზე ან ფაშისტურ გერმანიაზე ან ნებისმიერ სხვა რაღაც ესეთ დროზე ვლაპარაკობთ, ყველას გონია ხოლმე, რომ იმ შემცდარი უმრავლესობის მხარეს არ იდგებოდა იმ რაღაცა ბოროტების მხარეს, რომელიც იყო იმ დროს პოპულარული. არადა, უმრავლესობა ფაქტი არის, რომ უმრავლესობა იდგებოდა იქ და ეხაც ეგრე იქნება, ყოველთვის ეგრე იქნება, იმიტომ რომ ადამიანი არის მიდრეკილი იმისკენ, რომ აყვეს ბრბოს. ბრბოს არ გულისხმობ მაინდა-მაინც ცუდი კონტექსტით, ხალხის მასას გულისხმობ. იმიტომ რომ ისტორიულად უმრავლესობა ყოველთვის იდგა ამორალური, მაგრამ მორალურად წოდებული სადიზმის მხარეს, აბსოლუტურად არავის არ უნდა ეგონოს, რომ იმაზე აღმატებულია, ვიდრე ოდესღაც ადამიანები იყვნენ სადმე და არ ჩაიდენს ეგეთ რაღაცებს. ამიტომ უნდა ვიკვლევთ თავი და სულ დავაკვირდეთ, რომ აბა იმაში ხო არ გადავდივართ შემთხვევით. იმიტომ შეიძლება გადავიდეთ სამწუხაროდ. დაუბრუნდეთ გერმანელ ფაშისტებს. აგერ ეტყობათ რამე მათ, რომ ისტორიის სწორ მხარეს არ გონიათ თავი? ნახე, ბედნიერები არიან. სხვა შორის რომელიღაც საკონცენტრაციო ბანაკში შეგადღებული. ეს. ძაბედნიერად თავის საქმეს ასრულებდნენ. ისტორიის სწორ მხარეს იდგნენ. ამერიკაში იმ ექიმებსაც ისტორიის სწორ მხარეს ეგონათ თავი, ვინც 1930-იანი წლებიდან დაიწყო ლობოტომიის კეთება და 1950 წლებამდე წარმატებით აბოსტნეულებდა ადამიანებს. ასე თავის თვალიდან თუ რაღაც ტვინში ურჭობდნენ რაღაცა ჯოხს, რაღაც ჟანდაბა მეტალს, რის შედეგადაც ადამიანი ხდებოდა სრულიად ბოსტნეული, ანუ ვიღარ აფერს ვერც აზროვნებდა და მოძრაობაც უჭირდა. ამისიც ძალიან ცნობილი მაგალითი არის კენედის და რომელიც მე დამალეს და ანუ წლების მერე გამოჩნდა რომ თურმე ლობოტომია გაუკეთეს და ანუ ძირითადად ლობოტომია გამოიყენებოდა მოკლედ ფსიქოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ. სამკურნალოდ კი არა, მართლა ადამიანები ვეღარ ანუ სრულიად უმოქმედონი ხდებოდნენ და ეს იყო მაშინდელი მკურნალობა და ეს იყო ძალიან პოპულარული. მაშინ და ექიმები აწვებოდნენ ხალხს, რომ ეს კარგია, კაი ამბავია, ეს გააკეთეთ, ურჩევდნენ. ინოვაციური და პოპულარული იყო. ისტორიის სწორ მხარეს ეგონათ თავი მათაც. ასევე ისტორიის სწორ მხარეს ეგონათ თავი ეუგენისტებს, რომლებმაც 20-იანი წლებიდან მოყოლებული ამერიკაში დაიწყეს დაუნის სინდრომით დაბადებული ადამიანების უნებართო სტერილიზაცია, რომ შვილები არ გაეჩინათ საომავლოდ. და არ მხოლოდ დაუნის, ანუ ნებისმიერი special needs განსაკუთრებული საჭიროების მქონე ვინც იყო, ყველასი მოკლედ რა, იყო ეს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური, ყველას სტერილიზაცია დაიწყეს უნებართვად. განსაკუთრებით კლინიკებში, ვინც კი მოხდებოდა ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, ყველას სტერილიზაცია მიდიოდა და ამათაც ისტორიის სწორ მხარეს ეგონათ თავი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მომავალს გადაარჩენდნენ არაჯანსაღი ადამიანებისგან. ისტორიის სწორ მხარეს ვინ იდგა და ვინ არა, მაგას მხოლოდ დრო გამოაჩენს და ხანდახან დროც კი ვერ. ძალიან გამიგრძელდა და უცებ ბრბოს ფსიქოლოგიასაც დავამატებ. ამ ბოლო დროს ორი წიგნი წავიკითხე, უბრალოდ ერთი შუაში ვარ და ერთი დავასრულე. ბრბოს ფსიქოლოგიაზე. ბრბო, ანუ ქართულად ცუდად ჟღერს, მაგრამ რეალურად crowd-ზე ვლაპარაკობ, ანუ ხალხის მასაზე ვლაპარაკობ, მაგრამ მე ქართულად ნეიტრალური ტერმინი არ ვიცი crowd-ის, ანუ ხალხის მასა კი არის ნეიტრალური, მაგრამ უფრო ბრბოზე მინდა ვილაპარაკო რა, მაგრამ ბრბო შეიძლება იყოს კარგის გამკეთებელიც, ამიტომ ცოტა ნეიტრალურად აღიქვით, რასაც ახლა ვიტყვი გთხოვთ, იმიტომ რომ ბრბოს არ ვიძახი მხოლოდ ნეგატიური გაგებით. თუმცა ამ შემთხვევაში ნეგატივზე ველაპარაკებ, მაგრამ ბრბო შეიძლება კარგათაც მოიქცეს, მაგალითად გმირობებს როცა ჩადიან ომის დროს.
ეგეც ბრბოს მენტალობა და ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ხდება. Anyways, ეს ორი წიგნი წავიკითხე და ვკითხულობ, პროცესში ვარ. ერთი არის Delusion and Mass Delusion და მეორე The Crowd. ორივე შემთხვევაში ავტორები აღნიშნავენ იმას, რომ როდესაც ადამიანი ბრბოს უერთდება, ხალხის მასას უერთდება, მისი ინტელექტი ერთიორად იკლებს და გამბედაობა იმატებს. ბრბოს ფსიქოლოგიას სიმარტივე და გაზვიადება ახასიათებს, რაც იწვევს იმას, რომ საზოგადოებაში ბრბოში ეჭვი არ არსებობს. არც გაურკვევლობა არ არსებობს. მიდის უკიდურესობამდე და იქცევა ეჭვი, იქცევა ფაქტად. ანუ ვინმეზე თუ ბრბოს საზოგადოების მასას თუ ვინმეზე ეჭვი აქვს, რომ ის რუსი ხო არა, რუსია. თუ ვინმეზე ეჭვი აქვს, ეს გარყვნილი ხო არა, გარყვნილია. და ასე შემდეგ. სუბუქი ანტიპათია, ან უკმაყოფილება, როცა ერთი ცალკე გამოყოფილი ადამიანისთვის, ინდივიდისთვის ცალკე თუ არის ის, არ გაიზრდებოდა რა, უბრალოდ უკმაყოფილო იქნებოდა ვიღაცით ან რაღაცით. ბრბოს შემთხვევაში ეს გაზვიადება ხდება და ეს შენი უბრალო უკმაყოფილება გადაიქცევა ძალიან დიდ ბრასში და გააფთრებულ სიძულვილში. ჩემი დაკვირვებით ეს ბრბოს მენტალობა და ფსიქოლოგია ცოტათი გადმოტანილი არის ონლაინაც. სხვანაირად ვერ ხსნი იმ ბრბოს მენტალობას, რაც ხდება ქართულ ონლაინ სივრცეში. ანუ ზუსტად იგივენაირად მოძრაობს ხალხი, როგორც ახსნილი არის ამ წიგნებში, ოღონდ აქ ახსნილი არის იმ მომენტში, როცა ფიზიკურად ერთად არის. მაგრამ მგონია, რომ ეს არა მხოლოდ ფიზიკური არის, როცა ონლაინ კონექშენი, ანუ ონლაინ ერთად თუ ვგრძნობთ თავს, მგონია, რომ ეს ფსიქოლოგია მაინც მოქმედებს გამომდინარე იქიდან თუ როგორ იქცევა ხალხი დღეს ონლაინ, ანუ ბრბოს მენტალობით იქცევიან. ისტორიის სწორ მხარეს ვინ დგას და ვინ არა, მაგას მხოლოდ დრო გამოაჩენს, ან ეგეც ვერ. დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და ნახვამდის.